ძალიან რთულია უპასუხო რას ეძებს დღეს მაყურებელი კონკრეტულად, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ შეიცვალა დამოკიდებულება თეატრისადმი. ის რაც იყო 10, 15 ან 30 წლის წინ, ის სხვა იყო, ეხლა გაცილებით მეტი უნდა თეატრისგან, ვიდრე ადრე უნდა. თუ ეს იყო გართობა, რაღაცა სულიერი საზრდოს მიღება და კულტურული დასვენება, ჭყალებში რო ვთქვა, ეხლა ეს აღარ არის საკმარისი, ეხლა მაყურებელი ეძებს რაღაცა შეკითხვებზე პასუხებს და საკუთარ პირად ცხოვრების ახსნას, ადამიანური რაღაცა იმისა პოლიტიკური შეკითხვებზე პასუხებს და ასე პასუხებს თუ არა შეკითხვებს მაინც ეძებს, რომელზედაც მერე თვითონ გაცემს პასუხს და ასე შემდეგ. უკვე აღარ მოდის ხალხი თეატრში, უბრალოდ მოდის აღამოს თეატრში წავიდეთ, რამე იქნება, ასე აღარ არის. ისინი მიდიან რაღაცა კონკრეტულ სათქმელზე, კონკრეტულ ამბავზე, იკვლევენ ჯერ სად მიდიან, რატომ მიდიან. ადრე არ იყო, ადრე ადამიანები მიდიოდნენ შაბათობით, ოჯახი მიდიოდა თეატრში, რამე სანახავად და ეხლა გაცილებით გაიზარდა პასუხისმგებლობა თეატრისას და მაყურებელმა თვითონ გაზარდა საკუთარი პასუხისმგებლობა, რაც ძალიან საინტერესოა და მისასალმებელი ჩემო ბატონო. რა ახალი შესაძლებლობები გააჩინა თქვენთვის თქვენმა ახალმა თეატრმა მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ ამ ახალმა სივრცემ თუნდაც ფიზიკური თვალსაზრისით რა სიახლეები განსაზღვრა? რა ვიცი, ჯერ ჩვენ დაბადების პერიოდში ვართ, ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ რაღაც ახალი შევმატეთ ამ. რაღაც სპექტაკლები დავდგით საკმაოდ ბევრი, მაგრამ ჯერ კიდე ვეძებთ ჩვენ სახეს, რითიც საბოლოოდ ვიტყვით, რომ ჩვენ აი ასეთი თეატრი ვართ. ამ წუთას ჩემთვის ეს არის სამსახიობო ნამუშევრები შედარებით უფრო დახვეწილი და ესეთი, ჩემი მიზანია ეს, რომ იყოს ფილიგრანული სამსახიობო ხელობის ნიმუშები. ძალიან მინდა რომ ახალი ტექნოლოგიის თეატრი ვიყოთ, ოღონდ ეს ცოტა ზვირი ღირს და ამიტომ ჯერ ეს არა ვარ, თუმცა რაღაცას ჩვენც ესე პიონერულად რაღაცას ვცდილობთ. ეს ძალიან საინტერესო სფეროა თანამედროვე ტექნოლოგიები და აი რამოდენიმე სპექტაკლში ისეთი უცნაური ჩემი აზრით ცოტა საინტერესო შედეგები გვაქვს და კიდევ უფრო გავაგრძელებთ ამ ამბავს. თეატრის სახელოსნო ალბათ გარკვეულწილად უკვე გულისხმობს თავის თავში რაღაც ექსპერიმენტის ცდის, თავშოთ რისკის გაწევის ალბათობას. თქვენ როგორც რეჟისორი როგორ უყურებთ იმას, რომ სცენაზე ამ ექსპერიმენტის შედეგად შეიძლება რაღაც ჩაფიქრებულივით არ გამოვიდეს და ღირს თუ არა ამ რისკის გაწევა? რისკი ნებისმიერ შემთხვევაში გინდა სახელოსნო ერქვას და გინდა მუზეუმი მას თეატრს მაინც ყოველთვის რისკის წინაშე ხარ რომ აღმოჩნდე უინტერესო და ეს დამოკლეს ხმალი ყველა თეატრის თავზე კიდია დღეს შეიძლება რაღაცა არაჩვეულებრივად აქტუალური ხარ ხვალ შეიძლება უცებ აღმოჩნდე წარსულში ან აფსაიდში ან ასე შემდეგ ამიტომ ეს ამის გამოკიდება სპეციალურად გამოთვლა ამისი მე მეჩვენება ცოტა ზედმეტად იმიტომ რომ უბრალოდ უნდა იმუშაო და რაღაცა გამოვა, რაღაცა არ გამოვა, რაღაცა იქნება თეთრი ხაზი, მერე შავი ხაზი, მერე თეთრი ხაზი, მერე შავი ხაზი და ასე შემდეგ. რაღაცა გამოვა, რაღაცა არ გამოვა. ამ წუთას ჩემი პრობლემა არის, რომ ამ წუთას ჩვენ ჯერ ვერ უძახოდით სხვა ახალგაზრდა რეჟისორებს. იმიტომ რომ პირობების გამო, რაღაცა ფინანსების გამო, ასე შემდეგ და ეხლა უკვე თუ არ ვწდები გამოგვივიდეს რომ სარეპეტიციო არ აქონდა უბრალოდ აი ერთი რეჟისორზე იყო გათვლილი ეს შემეშალა თავის დროზე დაგეგმარების დროს და ეხლა აი შესანიშნავი ახალგაზრდა თარბა დგამს სპექტაკლს და კიდევ მეორე წულაძე დგამს
სპექტაკლს ჩემი მოგვარე კალიშვილი და მინდა რომ ეს ნელ-ნელა გაივსოს თეატრი კიდო ასეთი დებიუტებით, ან არა დებიუტებით ახალგაზრდა, ან არა ახალგაზრდა რეჟისორების დამუშავებით, რომ ეს არ იყოს ჩემი მონოგრაფია რაღაცა ცოტა იმას დავამგვალენ. როგორ ფიქრობთ, რა ადგილი აქვს დღევანდელ თანამედროვე ქართულ თეატრს მსოფლიო კონტექსტში? გვაქვს თუ არა იმ უნივერსალური სათქმელის გარდა ქართულ სცენაზე რაღაც ქართულმა თეატრმა უცნაური ესეთი ნახტომი გააკეთა ამ ბოლო წლის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში მან შეეძინა ახალი პოლიტიკური და სოციალური ჟღერადობა ქვეყანაში. სადაც ყველგან პრინციპში ეს დაკარგული აქციაც და თეატრი ოდნავ, ჩემი აზრით, ოდნავ თემატურად დაკნინებულიც მეჩვენება. იმიტომ რომ აი უბრალოდ ესეთი რაღაცა პატარა თემების პოვნა, აქტუალური თემების პოვნა და იმისი ამოტანა ეს არ არის თეატრის საქმე. თეატრის საქმე უფრო ანალიზია ფართო სურათის ეს. ერთია როდესაც რაღაცა პრობლემას ახლოდან უყურებ და მეორე თეატრმა უნდა მოქცეს საშუალება რომ ცოტა უკან დაიხიო და მთლიანი სურათ დაინახო ეს ნებისმიერი პრობლემა გადააქციო რაღაცა დიდი სამყაროს ნაწილად და იქ მეხვდები მე რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა თუ არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ქართულმა თეატრმა შემდა საამაყოდ გამოიჩინა ძალიან დიდი იყო ნაწილმა ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ახალი სუნთქვა მისცა მას დარგს მთლიანად, როდესაც ძალიან აქტიური პოლიტიკური ჟღერადობა მიიღო. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რა თქმა უნდა და ჩვენც ვიყავით ამ პროცესში და ძალიან ის იყო ამაღელვებელი ეს ყველაფერი. თეატრის მომავალს და მათ შორის ქართული თეატრის მომავალს როგორ ხედავთ დაუშვათ 10-ან 20 წლის პერსპექტივაში? იქნება თუ არა თეატრი უფრო სოციალური, იქნება თუ არა უფრო ციფრული, შეინარჩუნებს თუ არა იმ ადამიანურობას, რაც მას ყოველთვის ჰქონდა და არის გამოც მაყურებელს უყვარს თეატრი? ადამიანურობას აუცილებლად შეინარჩუნებს, იმიტომ რომ გინდა ციფრული გახდეს და გინდა პოლიტიკური და გინდა კომიკური და გინდა სატირული, თუ ადამიანური ფაქტორი არ შეინარჩუნა მთავარი, მაშინ ის დაკარგავს მაშინ ის დაუბრუნდება უბრალო გართობის ასე ვთქვათ ასეთი ინტერტეინმენტი არ მომწონს ეს სიტყვა ამიყავს იმიტომ გულისხმობს თავში უბრალოდ მხოლოდ გართობას და მეც არაფერს და აი ეს არ არის მაგრამ ესეც არის თეატრის გართობას ჰეგელი ფილოსოფიას უძახობდა გართობას და ასე შემდეგ ყველაფერში შეიძლება ყველა სახის ყველაფერი შეიძლება იყოს გართობა ბუნების შესანიშნავი ხედების ყურებაც გართობაა ვიღაცისთვის მოსაწყენი სანახაობა, მაგრამ თეატრი უნდა იყოს ცოცხალი, თეატრი აუცილებლად იქნება ციფრული, აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგია ეს ახალი ენაა, რომელიც მე ჩემი აზრით მომავალი არის ტექნოლოგიების. ამ წუთას თანამედროვე ტექნოლოგიები ოდნავ უამრავია, ძალიან საინტერესო აღმოჩენები და მიმართულებებია ზოგადად, რომელიც ჯერ არის ასეთ ატრაქციონის დონეზე, აი უბრალოდ როგორც ობსკურ კამერა, ობსკურასავით, არის ნახე რა ასაკეთებს ესა, შეხედე, ნახე და ეს რო გადაითარგმნოს, ეს რო ხელოვნებამ გამოიყენოს იარაღად, ენად, ფერად სამუშაო იარაღად გადააქციოს ესეთი ჯერჯერობით ძალიან ცოტა რეჟისორი მყავს ნანახი სამყაროში და მაგრამ ძალიან მაგარია. აი ამ ენას როდესაც დაეუფლება თეატრი მთლიანად, ეს იქნება ახალი თვისების თეატრი, აბსოლუტურად განსხვავებული ყველაფერი იმისგან, რაც მანამდე იყო. ამიტომ თეატრის მომავალი რომ მკითხეთ, არ წავიდე შორს ამ შეკითხვას, რაც თავი მახსოვს თეატრი კვდება. რაც თავი ბავშვობიდან ჯერ უნდა მოეკლა კინოს, მერე უნდა მოეკლა ტელევიზორს, მერე უნდა მოეკლა ინტერნეტს, მერე სერიალებს, მერე ახლა YouTube-ი მოკლავს. ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად და საფლავზე იცეკვებს თეატრის, მაგრამ როგორც ხდებით, არა და პირიქით ყოველთვის ჩდება ახალი არასჩვეულებრივი რაღაცა ესეთი გვირაბივით შუქისკენ ესა რომელშიც თეატრი აუცილებლად გაძვრება. ხელოვნური ინტელექტი რაც შეეხება ის
ჩადგება და დგას უკვე თეატრის სამსახურში ძალიან აქტიურად. მე მაგალითად ყოველ წუთას გვერდზე მიდგას. ბევრი ახალგაზრდა რეჟისორი და მსახიობი გაჩნდა დგამს პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში. აი რა იქნებოდა თქვენი სათქმელი, მათ სად აღმოჩნდებიან ისინი? სად მოუწევთ რა გარემოში, რა პირობებში მოუწევთ მუშაობა? რა პირობებში ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებ, მე რასაც ვხედავ, ღარიბულად მოუწევთ ჯერჯერობით. ამას გარანტიას მივცემ, რომ თუ გამდიდრება გინდათ ამ სფეროში, მანდამაის გამოიხედავთ, მაგრამ სხვა მხრივ უზარმაზარი ნაბიჯებია გაკეთებული, განსაკუთრებით ჩვენ მსახიობებს. აი არაჩვეულებრივი რაღაც თლიანად ხალხი გაიხსნა და შეიცვალა. კაცილებით უფრო თავისუფალი გახდა, კაცილებით უფრო აქტიურად შეუძლია გამოხატოს თავისი პიროვნება, პირადი გამოიტანოს საჯაროდ და ასე შეიძლება ახალი ამ მულტიმედიური რაღაც სამყაროს დამსახურებაა, მაგრამ მსახიობები ის რასაც დაუშვათ 30-20 წლის წინ აკეთებდა დამწყები მსახიობი ის ვერ გააკეთებდა იმას, რასაც დღეს აი მეორე კურსელი, მესამე კურსელი მსახიობები აკეთებენ. ძალიან კარგი მაგრები არიან და მრავალფეროვანები, ღრმა ძალიან და საოცარი ინტუიციით თაობა მოდის მსახიობების. მე აი ახლა გაკვირვებული დავდივარ ამ ჩემ სპექტაკლებზე და სხვა სპექტაკლებზე, როდესაც ხედავ როგორი პოტენციალი დევს ახალ მსახიობებში. ეს არის ახალი უცნაური ძალიან საინტერესო თაობა, რომელიც გაცილებთ უფრო გახსნილია ტვინითაც, გულითაც, ემოციითაც, ფორმებითაც, გამომსახველობითი, ვიდრე იყო სხვა თაობა. ბატონო ლევან, თქვენ ახსენეთ აი ეს ფინანსების სიმცირე და მესმის, რომ რესურსების ნაკლებობა ძალიან დიდ წილად ზღუდავს შესაძლებლობებს სცენაზე, მაგრამ აი იდეალურ ვარიანტში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თეატრის განვითარება? ის რასაც მაყურებელი ნახავს მომდევნო წლებში, როდესაც თეატრი აი პირველი ნაბიჯების შემდეგ უკვე გადავა განვითარების ახალ ეტაპზე. ეხლა ვიტყვი იმას, რაც არ უნდა ვთქვა. იმიტომ რომ ფინანსები მაინც არ წვითავს არა. რამდენიც არ უნდა მიცე თეატრს, ის ყველაფერს მოინელებს. ანუ აი ხვალ მაჩუკონ 30-40 მილიონი ზუსტად 6 თვეში იმას ვიზამ, დავგეგმავ იმას და შემდეგ 6 თვეში კიდევ ამდენი დამჭირდება. იმიტომ რომ ეს ფული რა თქმა უნდა შესანიშნავია, მაგრამ და აუცილებელიც არის. მაგრამ საბოლოოდ ის არ წვითავს ბევრი კარგი დაფინანსება არნიშნავს კარგ შედეგს. თუმცა ეხმარება მას. ასე რომ ფინანსურად ნუ შეეშინდება ახალგაზრდებს ვეთყოდი მათ რომ არავის არის თეორია კიდე ღარიბი თეატრის თეორია გრატოვსკის მათ შორის და ბევრი შესანიშნავი რეჟისორისა და მოაზროვნის თეორია რომ ღარიბი თეატრი გაცილებით უფრო გონება მახვილია. იმიტომ რომ ეს იძულებულია მოიფიქროს ის რაც ჯერ არავის მოუფიქრებია და მდიდარი იმეორებს.